მინდვრა თუ ხმობს კოლმეურნეებს დგანამდე ელი მეწინავე მკრეფავი ციალა შოშიტაშვილი იგი დაუსწრებლად სწავლობს, უკვე მესამე კურსის სტუდენტია. ციალა ტოლს არ უგებს შაისკრეფის კიდოს და ფასულია სალუქვაძის. უსაზღვრია ციალა ჭანიშვილის სიხარული, ამასთანავე მან სასწავლებელში მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ნანა თოიძე საშუალო სკოლა დაამთავრა და სამუშაოდ კოლმეურნეობაში დარჩა. კომკავშირული ბრიგადის ხელმძღვანელი ახლა იგი. ლამარა შავიშვილმა გეგმა ორმაგად შეასრულა. 1500 კილოგრამი ჭის ნაცვლად 3000 კილოგრამი მწვანე ოქრო მოკრიბა. ანგელინა ჭელიდзе, გულიკო თოიძე, კომკავშირული ბრიგადის სული და გული. გამაყოფილია კოლმეურნეობის აგრონომი ვანო სალუქვაძე. აღალხარისხოვან ჩაის ფოთოლს აბარებენ სახელმწიფოს ლიხაურელი მშრომელები. Baastona ჩაის ჩააბარებენ ლიხაურელი კოლმეურნეების სახელმწიფოს. ეხა კრეფა გაჩაღდა. ალხმარება და შეერთებული ძალით იჭრება, იმკება, იტეხება. Bezelen, alles in Modi, ileveli ხვარი და ბარაკა. ყველაფერს ეტყობა კოლმეურნეთა მადლიანი ხელი. ნამის სალუქვაძე, იგი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე საკოლმეურნეო ფერმაში მოვიდა სამუშაოდ. კოლმეურნეობის კომკავშირული ორგანიზაციის მდივანმა ზოოტექნიკოსმა გურამ გოგოლიშვილმა დიდი ცხოვრების გზაზე გამოსვლა მოულოცა ნანის. ხელსაკონელი უზრუნველყოფილია საკვები. 750 ტონა საკვები უკვე დასილოსებულია. ვენახი გურიაში უცხი და ფიცხი გურული ბიჭივით ხეზე მიძრება. ხის კენწეროდან გიდლით ჩამოაქვთ ყურძენი და ვინუწყის რამდენი თაობის პირით გაუგონია ტრადიციული შეგახილი. გიდელი, მშვიდობით ჩამოვიდა.
ხელი მჭადი, ჭინტი ბრელი, აბესა და კრიმანჭუ. დევით გაგორებული საწნახელი, მაჭრით პირდაგუბებული მორაკრაკე ღვინო და დოყლაპია ქვევრი. ოქროსფერი ციტრუსების პარაფით სავსე შემოდგომის მადლი. კოლმეურნეობის საერთო ფულადი შემოსავალი 8 მილიონ მანეთამდე აღწევს. დგას ბრუნრობისა და პურობის ხანა. შენთვის ღია კარის სტუმარო, შინ შემოდი და წერა დალოცი. მუხა და დერიკაც, მუხა 500 წლისა, დერიკაცი კი 120. ზის დაკვება ზავს ალუქვაძე ნათელი დღისით უცხო ამბავს, ძველი დრო და ძველი პაცხა, ჩამქრალი კერა და უსიხარულო შრომა. ახალი დრო, ახალი ოდა და სიჩაბუკე დაბრუნებული. პატარა მუსიკოსები, ნინო მეგრელიშვილი. ეთერი მენაბდე, ტკბილი ფანგი და ოცნება, შორეული ფართი ასპარეზი, თბილისი, მოსკოვი, კიევი, ლენინგრადი შეიძლება შობ. კარგი მუსიკოსი და ფრიადოსანი მოწამე. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტისაგან ჯილდოთ მიღებული საათი და მშობლების ნაჩუქარი პიანო. ურნის ნაცვლად პობედა. მელოდია ხონიცანი, მისი ავტორი კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე ფეხში შველა დარბოდა და აჭის წყლის რაკრაკში ესმოდა ქეთოსა და კოტეს უგერებელი მელოდიები. აჭის წყლის ჩქერები, ქათქათა კენჭები, ცივი წყალი და ცეცხლი ბიჭები. ალმახობა და ხელმოცარული მეთევზეები. მარჯვეთ ნასროლი ბადე და კაპზე აცმული თევზები ვერასდროს ვერ დაივიწყებ შეყვარებული დარჩება. აჭის წყლის ქვებით შემდებოდა სოფელი ლიხაური. აქ მოედანი იქნება და დაიდგმება ლენინის ძეგლი. ამ სოფლის მკვიდრი მოქანდაკე დავით ურუშავი. შენდება სოფელი, მალე მიიღებს სტუმრებს ახალი ორსართულიანი სასტუმრო. თქვენ არაფერი გეტკინოთ და მალე კეთილმოწყობილი საავადმყოფოც გეყნეთ. შორეული ხარ თუ ახლობელი სტუმარო, ყოველი სახლის კარი ღია გაქვს,
საქართველოში მოყურები კარიდან კარად მყვანან, საქართველოში საგზლით სირცხვილიც არის გავა. გატრიალდა დიასახლის. გურული ხაჭაპური და ნაცრიანი ქვევი. გემოდებული ღვინო და პიტნიანი ყველი, გამარჯვებული მშრომელი შეყვარებული ერი. ამწების დაცვა ამათ ქორწილზე იგი. ქორწილზე მოპატიჟებამდე გთხოვთ გამოფენაზე გვეწვიო. კულტურის სახლი, ლენინური კომკავშირის მე-40 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. ისკრა და პრავდა გვიამბობს თუ როგორ ყალიბდებოდა კომკავშირი. დიდ ლენინს კომკავშირელები წევდნენ მხარში, როცა იგი ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებას ამცნობდა მსოფლიოს. მოსკოვი ლენინს, სტალინს, თბილისზე ფრიალებს ოქტომბრის დროშა დაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს, სერგო ორჯონიკიც. მიხა ცხადაიადა საქართველოს არალეგალური კომკავშირული ორგანიზაციის წევრი. საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი ბორის ძნელაძე, ლენინი და კომკავშირის მესამე ყრილობის დელეგატები, სტალინი და მერვე ყრილობის დელეგატები. ტყვის ტყვით დაცხრილული კომკავშირული ბილეთები, გმირობისა და უკრავების სიმბოლო, დამარცხებული მტერი და გამარჯვებული შრომა. კომკავშირის მე-40 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ორატორი ორატორს ცვლიდა. ახალ შვალდებულებებს იღებენ მშრომელები. საღამო წარმოდგენით დამთავრდა. საკოლმეურნეო კულტურის სახლის დრამატული წრე. დღეს კოლმეურნე მსახიობები უჩვენებენ ხევისფერ გოჩას. მკრეფავი ქალი გოგო ბაჭანიშვილი ანოს როლში. მათი გრიმიორი და რეჟისორი მამია ცეცხლაძე. გოჩას როლს კოლმეურნე გური სალუქვაძე ასრულებს. ციგროსას ბრიგადირი გიორგი ჩხარკავა. მღერის საკოლმეურნეო